მოგესალმებით მეგობრებო. ეს არის YouTube არხი საფეხბურთო ნიუსები. დღეს ჩვენ ვიდეოში შემოგთავაზებთ ხელს-ხელ ტრანსფერებსა და საინტერესო მოვლენებს ფეხბურთში. თუმცა სანამ ვიდეოს ყურებას დაიწყებდეთ, მინდა გთხოვოთ რომ გამოიწოროთ ჩვენი არხი, რადგან ეს ჩვენ გვაძლევს ძალიან დიდ мотивაციას. ჩართოთ ზარისხილო კი რათა არ გამოგცეს ჩვენი ვიდეოები. მოიწონოთ ვიდეო და აუცილებლად გაგვიზიაროთ თქვენი აზრი კომენტარებში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით. ახლა კი დავიწყოთ. საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოს წინა ტურში ლიონი მონაკოს ესტუმრა და 0-2 დამარცხდა. ამ წაგებით ფონესკას გუნდმა ეურო ტურნირებზე გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაირთულა. სამწუხაროდ გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოს სკამზე მოგევლინა და მატჩი მხოლოდ 76 წუთზე ჩაერთო. თუმცა ქართველ ფეხბურთელს თამაში არ წაუვიდა და ღირებული ვერაფერი შექმნა. პირველი გოლ ტაიმის შემდგომ ანგარიში 62 წუთზე მინანიომ გახსდა, რასაც ზუსტად 6 წუთში ზაქარია მოპასუხა და მატჩის საბოლოო შედეგი 2-0 დააფიქსირა. მატჩის შემდგომ ქართველმა ფორვარდმა შეხვედრა შეაფასა და გუნდის რთულ მდგომარეობაზე ისაუბრა. იმედგაცრუებული და გაბრაზებული ვარ. ჩვენთვის სამარჯვე დიდი მნიშვნელობა ჰქონდა და გამარჯვება აუცილებელი იყო. ლიონის ადგილი ევროტურნირებზეა. სწორედ ამიტომ არის ეს საკითხი საკმაოდ მძიმე მთლიანი გუნდისთვის. გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადაუხადო, რადგან მათ ამ მძიმე პერიოდშიც კი არ მიგვატოვეს. სეზონი მთავრდება. ჩვენი პოზიცია კი ცუდი სტარტის დამსახურებაა. მომდევნო წელი განსხვავებული იქნება და ამის გარანტიას ფანებს ჩვენ ვაძლევთ. პირობას ვდებთ, რომ უფრო მეც ვიშრომებთ მათი იმედების გამართლებისთვის. ჩემი სათამაშო დრო ამაზე ახლა დიდად არ მსურს საუბარი. ვფიქრობ მწვრთნელმა იცის რასაც აკეთებს, თუმცა ვიმედოვნებ რომ მომავალში უფრო მეტ დროს მივიღებ. ცნობისთვის ამ მომენტისთვის ლიონს 54 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის მე-7 ადგილს იკავებს. 57 ქულის სტრასბურგი მე-6 პოზიციაზეა, რომელიც კონფერენს ლიგის საგზურს იძლევა. ამავე რაოდენობის ქულები აქვთ ნიცას და ლილს, რომლებიც შესაბამისად მე-4 და მე-5 ადგილზე იმყოფებიან. იმ შემთხვევაში თუ სტრასბურგი ბოლო ტურში ვერ მოიგებს და ლიონი გაიმარჯვებს, თანაბარი ქულების შემთხვევაში მიქაუტაძის გუნდი ბურთების უკეთესი შეფარდების გამო მე-6 ადგილზე აღმოჩნდება. ზუსტად იგივე შეიძლება მოხდეს ლილის და ნიცას შემთხვევაში. ლილს +15 შეფარდება აქვს, ნიცას +19, ხოლო ლიონს +17. ბოლო ტური ბევრ რამეს მოხდენს ნათელს. ლა ლიგის 35 ტურში ვალენსია, რომლის კარცაც საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილი იცავს, მესტალიაზე ხეტაფეს დაუპირისპირდა და 3-0 გაიმარჯვა. ვალენსიელებმა სამივე გოლი პირველ ტაიმში გაიტანეს. მათი ავტორები კი უგო დურო, პეპელუ და დიეგო ლოპესი გახდნენ. რაც შეეხება მამარდაშვილს, პირველ ტაიმში მას 2 ეფექტური მოგერიება ჰქონდა. მეორე ტაიმში კი საქმე არ ჰქონია. ქართულმა მეკარემ სოფასგორისგან 7.9 შეფასება დაიმსახურა. მისი სტატისტიკა კი ასეთი იყო: 3 მოგერიება, 30-დან 25 ზუსტი პასი და 12-დან 7 ზუსტი გრძელი პასი. ქართულმა მეკარემ ლა ლიგის მიმდინარე სეზონში მერვე მშრალი მატჩი ჩაატარა. სოფასგორმა კი მამარდას მატჩი საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. შეხვედრის შემდგომ ვალენსიელთა თავკაცმა მამარდა შეაფასა და მის პერფორმანსზე ისაუბრა. დღეს ის გასაოცარი იყო და გამარჯვების ერთ-ერთი შემოქმედით სწორედ ისაა. საწყენია რომ მასთან კიდევ უფრო დიდხანს ვერ ვიმუშაوب და ის ზაფხულში დაგვტოვებს. თუმცა ქართულს ყველგან და ყოველთვის წარმატებებს უსურვებ. გიორგი მამარდაშვილი არის ფეხბურთელი, რომელიც ბოლო წლებში ძალიან გაიზარდა. მას ვესაუბრები და აქედან ვხვდები, რომ ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. მამარდაშვილს შეუძლია ზრდა გააგრძელოს და ძალიან მაღალ დონეზე მიაღწიოს. ვფიქრობ ვალენსიას კარი კარგადაა დაცული. ეს მარტივი არა, რადგან ღამურებში თამაში დიდი წნეხია. წარმატებისთვის თავზაუზო გავიშრომა საჭიროა, მაგრამ პროფესიონალი ფეხბურთელები სწორედ ამისთვის ხდებიან. შეგახსენებთ 35 მატჩის შემდგომ ღამურებს 45 ქულა აქვთ. ამ დროისთვის მამარდას გუნდი ლა ლიგის სატურნირო ცხრილის მე-9 ადგილზეა და ევროპა ლიგაზე ან კონფერენს ლიგაზე გასვლის შანსებს ინარჩუნებს. მომდევნო მატჩს ვალენსია 14 მაისის გასვლაზე ალავესის წინააღმდეგ გამართავს. იტალიელმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ, რომელიც ნაპოლისთან დაახლოებული პირია, საინტერესო ინფორმაცია გააჟღერა. ნაპოლის სერიას მოგებასთან ახლოსაა და ალვინო კვარას ჩემპიონობის საკითხზე ნეაპოლელთა პოზიცია გაგვიზიარა. ოქროს მედალი კვარასთვის გადაწყვეტილება ნაპოლიმ უნდა მიიღოს და არ მგონია კლუბმა მასე სიამონება მიანიჭოს. რამდენიმე შეხვედრაში კვარაცხელიამ გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა. გამორჩეულად მილანთან მატჩი მახსენდება, მაგრამ ბევრი სხვა პრობლემა არსებობს. ნეაპოლი ასეთ საკითხებს განსხვავებულად უყურებს. კი კვარა ამ სეზონში დაგვეხმარა, მაგრამ ის აქ აღარ არის. მან გუნდი შუა გზაში მიატოვა და პარიზში გადაბარგდა.
ფიქრობ ის მედალს ვერ მიიღებს, რადგან ამ ქმედებას შესაძლოა ფანების მხრიდან გაბრაზება მოხდეს. თუმცა მეორეს მხრივ თავად ნაპოლის ფეხბურთელების პოზიცია შესაძლოა გახდეს ყველასთვის დამხმარე ფაქტორი, რადგან ქართველის მიმართ გუნდის კაპიტანი ისევ თბილადაა განწყობილი. ნახოთ რა იქნება წინ კიდევ 3 მატჩია და მედალის მიღება არ მიღებაზე ამის შემდგომ ისაუბრებენ. როგორც მოგეხსენებათ, წესების თანახმად სერიას ჩემპიონი ავტომატურად ხდება ყველა ის ფეხბურთელი, რომლებიც ჩემპიონობის განაღდების მომენტში გუნდის განაცხადში არიან. კვარაცხელია მათ რიცხვებს არ ეკუთვნის. შესაბამისად, გამოცხადდება თუ არა ხვიჩა იტალიის ჩემპიონად, ეს კლუბის არჩევანია. სერიას მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ნაპოლი ჯენუას მიიღებს, შემდგომ პარმას ესტუმრება. ბოლო ტურში კი კალიარის უმას მიდლებს. თუმცა სანამ შემდეგ ნიუსზე გადავალთ, მინდა მოგიყვეთ ჩვენი მეგობარი მაღაზიის ფანზონას შესახებ. აღნიშნული ონლაინ მაღაზია საოცნებო ადგილია ფეხბურთის ყველა გულშემატკივარისთვის, რადგან მათი პროდუქცია სრულიად განსხვავდება სხვა სპორტული მაღაზიებისგან. უმაღლესი ხარისხის ყოველდღიური მაისურები მისაღებ ბაზად. სულ რამდენიმე კვირაა, რაც გაყიდვები დაიწყო და ისინი უამრავ სიახლეს გვირდებიან. ფანზონას Instagram გვერდის პუნლი იხილეთ ვიდეოს აღწერაში. სენტ-ეტიენის საფრანგეთის ლიგა 1-ში დარჩენა გათამაშების დასრულებამდე 1 ტურით ადრე ძალიან დიდი კითხვის წინაშე დგას, რის გამოც სხვადასხვა მედიის წარმომადგენლები მწვანეების წამყვანი ფეხბურთელის შესაძლო ტრანსფერის შესახებ საკმაოდ ბევრს წერენ. ბუნებრივია ამ მხრივ ყველაზე აქტუალური გუნდის ქართველი უპირობო ლიდერი ზურიკო დავითაშვილის წასვლის თემა, რომელმაც რემსთან წინა სამაჩო პრესკონფერენციაზე ამ თემაზე საუბრისგან თავი მაქსიმალურად შეიკავა. თუმცა სამაგიეროდ მის სიტუაციასთან დაკავშირებით ყველაფერი ტრანსფერმარკეტმა დეტალურად დაწერა. გასულ ზაფხულს ბორდოდან 6 მილიონ ევროთ დამატებული ზურიკო დავითაშვილის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 10 მილიონია. მსგავსი რაოდენობის თანხის მიღება კი ლიგა 2-ში დაქვეითებული კლუბისთვის ურიგო ნამდვილად არ იქნება. თუმცა არსებობს ბევრი ხელსშემშლელი გარემოება და მოსაოდნელია გაუგებრობას. ზურიკოს მწვანეებთან ხელშეკრულება 2028 წლის ივნისამდე აკავშირებს და თუ სენტ-ეტიენის შეფებმა ფინანსურ სარგებელზე უარი თქვეს და წამყვანი ფიგურის შენარჩუნება გადაწყვიტეს, ხვიჩა კვარაცხელიას უახლოესი მეგობარი ხელსაყრელ სიტუაციაში ნამდვილად არ აღმოჩნდება. Ქვე შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლოს წინა ტურში რემსი შინ სენტ-ეტიენთან 0-2 დამარცხდა. ლიგა 1-ში სენტ-ეტიენი 30 ქულით მე-17 ადგილზეა და მე-16 პოზიციაზე მყოფ ლეაურს 1 ქულით ჩამორჩება. თუ სენტ-ეტიენი სეზონს მე-16 ადგილზე დაასრულებს, გათამაშების გზით ლიგა 1-ში დარჩენის შანსს მიიღებს. მე-17 ადგილზე გასვლის შემთხვევაში კი გუნდი ლიგა 2-ში ავტომატურად გავარდება. Watford-მა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ტომ ქლევერლი გაათავისუფლა, რის შემდეგაც ბრიტანულ პრესაში გიორგი ჩაკვეტაძის მომავალზე აქტიურად იწერება. ლისნიალ ალბიონზე აცხადებენ, რომ ჩაკვეს წასვლას ანდარჩენის საკითხი კრაზანების ახალ დამრიგებელზეა დამოკიდებული. ჩაკვეტაძის მომავალთან დაკავშირების Sky Sports-ის წამყვანმა დუდ პურტონმა ისაუბრა და განაცხადა, ვულზი და ლესტერი ჩაკვეტაძის კლავინდებურად ინტერესდებიან. თუ Watford-მა ფინანსურად სათანადო წინააღმდეგობა მიიღო, ფეხბურთელს გაუშვებენ. ყველანი კარგად ხედავთ Watford-ი მწვრთნელებსა და მოთამაშეებს რა სიხშირი იცვლის. სწორედ ამიტომ თუ სათანადო თანხა შესთავაზეს, ფეხბურთელს წასვლა ენდომება და შესაბამისი პირობები შეიქმნება. არ გამიკვირდება ჩაკვეტაძე გაუშვან. საინტერესოა, რომ ქლევერლის გაშვებას BBS-ის ჟურნალისტის ჯებ დოილის გამოეხმაურა. მან BBS-ის ვებგვერდზე სტატია გამოაქვეყნა და აღნიშნა: ეს Watford-ი ჩაკვეტაძესა და კვადო ბაას გარეშე სატურნირო ცხრილის შუა ნაწილის გუნდია. ჩაკვეტაძესთან და ბაასთან ერთად თუ ტრამვირებული არავინაა, არის გუნდი, რომელმაც შეიძლება პლეი-ოფის ზონაში შეაღწიოს. სოფისთვის ჩაკვეტაძის Watford-თან კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ტრანსფერმარკეტზე მისი ღირებულება კი 4 მილიონი ევროა. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ ვიდეოს ამ ნაწილამდე მოხვედი, აუცილებლად მოიწონო ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი. ასევე არ დაგავიწყეთ, გამოიწერეთ ჩვენი Instagram-ი და TikTok გვერდები. ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ვიდეოში.